მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩემო კარგო. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მე მახსოვს რა მდგომარეობაში იყო. გოგა, ეს იყო რაღაც გაქირავებული ოთახები, რაღაცა ნაწილი იყო მხოლოდ, ან ეზო რა მდგომარეობაში იყო. ცოტა ისტორია მოგვეყევით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, დიდი მადლობა. ამ თემით დაინტერესებისთვის ეს ჩვენი კვირეულია მთლიანად მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ გამოცხადებული 9 საუკუნეზე მეტი ავზეიმობთ ამ დღეს და მთელს კვირეულს უძღვნით არა მარტო ჩვენ მთელს მსოფლიოში და ყველა მუზეუმელს მიულოცავ ამ დღეს. დიახ, ჩვენი მუზეუმი საკმაოდ დიდ ისტორიას მოიცავს, ესე ვთქვათ, ასაკოვანია. 50-იან წლებში დაფუძნდა 1957 წელს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მემორიალური მუზეუმი გვიან დაფუძნდა, თუმცა სახლ-მუზეუმი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, სადაც ილია ბოლოს ცხოვრობდა, სწორედ 57 წელს შეიქმნა და დაფუძნდა. აი, აქედან იწყება ჩვენი ისტორია ქალაქ თბილისში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის, ცხოვრების ამსახველი ეს მთელი ისტორიის შენახვა სწორედ ამ პერიოდიდან ითვლის. რაც შეეხება ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმს, 87 წელს დაფუძნდა და აი ამ მუზეუმმა კიდე სხვანაირად წარმოაჩინა ილიას ცხოვრებას და ღვაწლიდან ამ სახლს კიდევ სხვანაირი ისტორია ჰქონდა, რაც პირდაპირ ილიასთან არის დაკავშირებული, რაც საკვირველია. მისი მოღვაწეობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მე-19 საუკუნის 90-იანი წლები უკავშირდება ამ სახლს, სადაც ილია თავის დასთან ერთად გადმოდის, ეს მისი დის საკუთრება გახლდათ, მეუღლესთან ერთად, ასევე ოლღა გურამიშვილთან ერთად და ამავდროულად გადმოაქვს და აფუძნებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, ხელს უწყობს მათ ამ სივრცეში საქმიანობას და ეს ორგანიზაციები რამოდენიმე ჩამოთვლი და მივხვდებით გაზეთი ვერის რედაქცია ილია თავის საცხოვრისაც ამ სივრცეში ინაწილებს და ასევე უზიარებს გაზეთი ვერის რედაქციას ფარდს. ასევე ამ სახლში გადმოაქვს მაქსიმეს შარაძეს და ესტატი კერესელიძეს 0 სართულზე სარდაფის სივრცეში სტამბა, მაქსიმე შარაძის დამხანაგობის სტამბა. ასევე ამ სახლში იზიარებს ფარდს საღვთო წიგნ საკითხავი კაბინეტი, რომელსაც ასევე მაქსიმე და ესტატი ხელმძღვანელობდნენ, სადაც ფილიმონ ქორიძეს მოიწვევენ და გალობას ასწავლიან დაინტერესებულ პირებს. ასევე ჩვენს სივრცეში ილია უთმობს გარკვეულ ფარდს პირველ სართულზე ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ექიმს მიხეილ გედევანიშვილს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოდის და რენტგენის აპარატი ჩამოაქვს საქართველოში, ელექტროთერაპიის და რენტგენის კაბინეტი სწორედ ჩვენ სივრცეში იხსნება და არა მხოლოდ რენტგენით მკურნალობენ ან იკვლევენ, არამედ სხვადასხვა ესე ვთქვათ პროფილის, ქალთასნეულების, ბავშვთა პირველი პედიატრი მარიამ ბაქრაძე აქ იწყებს მუშაობას, შემდეგ ოფთალმოლოგია, ეს ფართოვდება ესე ვთქვათ ეს მკურნალობის პროფილიც და საწოლი ოთახებიც ეთმობათ მათ ამ სივრცეში. ყველა ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე ჩვენ ცნობებს გვაწვდის გაზეთი ივერია, უტყუარ ცნობებს, სადაც ეპატიჟება ყველა დაინტერესებულ პირებს და რაც მთავარია, ყველა ეს ორგანიზაცია იყო ასეთ სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებულიც ჰქონდათ, უსასყიდლოდ უთმობდნენ სივრცეს, უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ სნეულებს და ძალიან წარსულიდან ცოტა აქეთ გადმოვინაცვლოთ, აი ის რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა იყო, მაგრამ როგორი იყო ეს აი დღევანდელობამდე ასაი გაგვთხოვთ არის კიდეც მუზეუმში როგორი იყო ეს მუზეუმი? კი, უმძიმესი მდგომარეობა. ძალიან მინდა რომ არ დავივიწყოთ ქალბატონი მზია. დიახ. ნადირაძე, რომელიც იყო, იცით, როდესაც გავიცანი მზია ნადირაძე, აი მართლა დარაჯად ედგა. ყველა ოთახს, ყველა ნივთს, რომელიც იქ იყო. და სავალალო მდგომარეობაში იყო პრაქტიკულად. ამ სივრცის ესე ვთქვათ მუზეუმად ქცევის და ტრანსფორმაციის ამბავი სწორედ ქალბატონ მზიას უკავშირდება, რასაკვირველია, სწორედ 82 წლიდან დაიწყო, უფრო ცოტა ადრეული წლებიდან, თუმცა 82 წლიდან უკვე მიიღო ამანის ფორმა, რომ 87 წლისთვის ილიას ესე ვთქვათ საზეიმო 150 წლის იუბილისთვის გახსნილიყო ეს სივრცე, ვინაიდან მანამდე აქ 40-მდე ოჯახი სახლობდა. 40-მდე
კომუნალური საცხოვრისი და 5 წელი, ესე ვთქვათ, სახელმწიფო მოანდომა ამ ოჯახების გასახლებას და შემდეგ უკვე მუზეუმის გახსნას. უკვე 90-იანი წლებიდან მოყოლებული თანდათან ამ სივრცის, ესე ვთქვათ, მდგომარეობა დამძიმდა, ვინაიდან ინტერიერი. დიახ და სწორედ 2017 წელს დაიწყო ძალიან მასშტაბური, ესე ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის მერის მხარდაჭერით და 4 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ განახლებული სახით, ახალი ექსპოზიციით, წარსდგებით. იცით რა მაინტერესებს, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ იმას, რა არის ამ მუზეუმში და რას იტევს ეს მუზეუმი, ზოგადად მუზეუმები და მუზეუმები. მე მინდა გკითხოთ ესეთი რამ, რას ვაკეთებთ და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყველაფერი გავაცოცხლოთ და გავხადოთ ცოცხალი. იმიტომ რომ მახსოვს ერთხელ ჩემი ორი მეგობარი, თეამინდიაშვილი და ლალი ფიცხალაშვილი ვუთხარი, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ მუზეუმშიო ფლირტის საღამოს ვმართავთო, გახსოვთ ეგ ამბავი. იცი რა, ყოველ ხუთშაბათს აქ ისეთი საინტერესო ფლირტის საღამოს. მე ვთქვი, წადით, იქნება და რაღაცა ფლირტი ითამაშოთ. კი მოუნდათ, მაგრამ მე რატომაც გადაიფიქრეს, ახლა წარმოვიდგენო, მივიდეთ ორი ამხელა ქალი და ფლირტები ითამაშოთ, რატომაც არა, აი თუნდაც იგივე თქვენი კლუბები, როგორ ვაცოცხლებთ ამ მუზეუმს? ესეც მინდა, იმიტომ რომ პროგრამები აქვთ, რა პროგრამები გვაქვს, რომ მოვიდეთ და ჩავერთოთ ამას? ძალიან საინტერესო აღნიშვნაა. ეს უნდა ითქვას ნამდვილად, რომ მუზეუმი დღეს არ არის მხოლოდ რაღაცა სიძველეთა საწოლი, და კი ბატონო, და 22 წელს მიიღწოდეს მაყურებელმა, რომ მივიდეს ამ მუზეუმში. განმარტებით კიდევ უფრო ფართოა მუზეუმის საქმიანობა, ეს არის საზოგადოების სამსახურში მყოფი მოქმედი ინსტიტუცია. კი ბატონო, ჩვენს მუზეუმში, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიმართულება გააქტიურებული, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულება. ჩვენს სივრცეში და მუზეუმის გაერთიანების მთელს 9 მუზეუმში დაახლოებით 50-ზე მეტი, როგორც თუ სწორად მახსოვს, 50-ზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამაა, რაც მთავარია ნებისმიერი ასაკის 5 წლიდან ზემო ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა ნებისმიერ აი ამ აქტივობაზე. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამები, ვორქშოპები, ასევე საფეხმავლო ტურები ქალაქში. და რასაკვირველია, ჩვენს მუზეუმში არის ხუთშაბათობის ტრადიცია, რომელიც ასევე ილიას უკავშირდება. რასაკვირველია, საჯარო ლექციის ფორმატი გვაქვს. რომ ასაკს არ ავწდეთ 60 პლუსებისთვის ყველაფერი უფასოა. რასაკვირველია, ჩვენს ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. მუზეუმის გაერთიანების ყველა მუზეუმში 60 პლუს და ისინიც ყავთ, ხო, ასაკოვნები. 60 პლუს ადამიანებისთვის სამუზეუმო სივრცისთვის ასაკი ჩვენთვის ეს არ არის საერთოდ არანაირი შემზღუდვა ფაქტორი. მადლობა, ძალიან დისკარგია, აი ჩემ მეგობრებს უნდა ვთქვა, უფასო ყოფილა თან ლალი და თეა წადით. ვინაიდან მუზეუმის სწორედ ის ინსტიტუცია, სადაც ეს მეხსიერება თაობიდან თაობაზე უნდა გადავიდეს და ჩვენ ეს ძალიან სწორად და ზუსტად ვიცით, ამიტომაც ადამიანები, რომლებსაც sapensio ასაკი უსრულდებათ, ვთქვათ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს ჩვენ სივრცეში და ზოგადად მეგონი თელს მსოფლიოში. ეს ადამიანები ჩვენთან ერთად არიან მანამ, სანამ მათ ამის სურვილი შესაძლებლობა გადასწარების სიტყვით დავამთავროთ რუბრიკას. დაინტერესდნენ, იმიტომ რომ ამ კვირაშიც არაჩვეულებრივი პროგრამები, აი ამდენი ფურცელი, იმიტომ მიჭირავს, რომ აი სათეურებიც კი მომწონს, ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ, სიტყვების ალქიმია, ისტორია, ქალაქის ისტორია, ეს თოჯინების ისტორია და ძალიან საინტერესო, ეს არის ფინალში. აი ამაზე აღნიშნავ ნამდვილად 23 ჩვენს კვირეულს ერთგვარად დავაგვირგვინებთ 23 მაისით საღამოს 8 საათზე გეპატიჟებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ძალიან საინტერესო კოლექციის გამოფენაზე გიწევთ აუცილებლად მუზეუმი რომელიც წლებია უკვე ესე ვთქვათ იმზადება ახალი სივრცისთვის აი ჩვენ ვუთმობთ დროებით საგამოფენო სივრცეს იმისთვის რომ თავისი კოლექცია წარმოადგინოთ იქნება უკვე ეს მუზეუმი პრაქტიკულად ჯერ მხოლოდ ასე ვთქვათ მოლოდინის ეტაპზეა და იქნება აუცილებლად მე უნდა დაგებშვიდობოთ ჩვენ დიდი მადლობა თქვენ მუზეუმები სერიოზულ სიცოცხლის ხალის გაძლევს დაფიქრების ატარეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიაა.
და ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისტორია არ არის წარსული, მხოლოდ ეს იმისთვის არის, რომ მომავალში გამართულები ვიყო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მარიკა თქვენს სტუმარს, ჩვენ სტუმარს უფრო სწორად